მათთვის საზიანო. ღვინის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჯერი დგება, არ არის გამორიცხული რუსულ ბაზარზე, მალე სოფლის მეურნეობის პროდუქციაც გავიდეს. წერილი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ოფიციალური მიწვევით გუშინ მიიღო სურსათის უმრავლობის სამსახურმა. ქართული დელეგაცია რუსეთში 20 მარტის შემდეგ ჩავა, რომ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. მე დახედეთ ხოლმე რა. საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი იყო განსაკუთრებით ბოსნეულის და ხილის ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და რუსეთი იყო მათ შორის უდიდესი ბაზარი. ასე რომ ნახოთ როგორც არემართება ეს მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს რომ ყველაფერი იქნება დადებითად გადაწყვეტილი და ჩვენი პროდუქცია ისევე როგორც ღვინო და მინერალური წყლები, მცენარეული და ცხოველური რესურსათიც წარმოდგენილი იქნება ახლოს მომავალში რუსეთის ბაზარზე.